სოფელ თამარიში წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მეუფე იონე მირქმის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვალოცვა აღავლინა. სწორედ მაშინ, როდესაც ღვთისმშობელი და მისი ყრმა ტაძარში იმყოფებოდნენ, მათთან მივიდა წმინდა მოხუცის ვიმონი. ყრმა გულზე მიირქვა და სიხარულით შეღაღა დაუფალთ. აც განუტევე მონაშენი მეუფეო სიტყვისა მებრშენისა მშვიდობით, რამე თუ იხილა თვალთა ჩემთა მაცხოვრება იშენი. ნათელ გამობრწყინებად წარმართა ზედა, დიდებად ერისა შენისა ისრაელისა. ეს არის დღე, როდესაც ნათელი ქრისტესი განცხადებული შემოვიდა მორწმუნეერსა და საზოგადოებაში. მირქმას მე-6 საუკუნემდე საზეიმოდ არ აღნიშნავდნენ, თუმცა როდესაც კეთილმსახურ ქრისტიანს ეუწყა, რომ ამ დღესასწაულზე უნდა ეზეიმათ 554 წლიდან ყოველი წლის 15 თებერვალს მირქმა უფლისა ღვთისა საზეიმოდ აღინიშნება. ეს არის განსაკუთრებული დღე, როდესაც ახალშობილი ჩვილი ეს 40 დღის მიიყვანეს ტაძარში და მას შეხვდა ძველი აღთქმის ეკლესიის მართალი სიმეონი, რომელსაც სულწმიდით ეუწყა, რომ ამ დღეს მოვიდოდა ტაძარში უფალი. უნდა შეხვედროდა მას და მას ჰქონდა ისე ოცემული ხება, რომ სიკვდილს არ იხილავდა, სანამ არ იხილავდა უფალს. მოსურს ცოცხლად, ხორციელად ქვეყანაზე. და როდესაც მან კლავზე აიყვანა ჩვილი იესო, გაიხარა და თქვა, რომ ეხლა ეს ახსოვდაო სათქმა, აც განუტევე მონაშენი მეუფეო სიტყვისებშენი მშვიდობით თქვა. ეს არის დღე, როდესაც ნათელი ქრისტესი შემოვიდა ქვეყანაზე განცხადებულად ტაძარში, ეკლესიაში, მორწმუნე ერის და საზოგადოებაში და აღიარებულ იყოს მიღებულ ერის მიერ, მართალთა მიერ და განცხადებულ, რომ ნამდვილად უფალი მოვიდა ქვეყანაზე. ამასთან დაკავშირებით იმ ცესკ-სანთებად გასწო ოჯახები მოდიან თავის ოჯახის ნათელი მოაქვს, რომ ნათელი ქრისტესი მათთან იყოს. მეთქვა დაგვიცხოთ. ამ დღესასწაულის პარალელურად სოფელ თამარში სვანი მოსახლეობა უძველესი დროიდან ლამპრობის დღესასწაულსაც აღნიშნავს. მათი ტრადიციის თანახმად ოჯახის უფროს მამაკაცს საკუთარი ოჯახიდან ცეცხლი გამოაქვს და ეკლესიის ეზოში საზეიმო კოცონს ანთებენ. ამის შემდეგ კი ანთებული ცეცხლი ყველა საფლავზე გადააქვთ. გადმოცემის თანახმად საფლავზე ცეცხლი მიცვალებულების სულების გასანათებლადაა ანთებული. გარდა ამისა, წირვის დასრულების შემდეგ ისინი ეკლესიის კართან ლოცულობენ და შესაწირსაც აგროვებენ. იქ მისულ სტუმრებს კი საზეიმო სების კვერით უმასპინძლდებიან. იქ მცხოვრები მოსახლეობა მირქმას ტაძარში ლოცვით ეგებება. ყველა რიტუალის შესრულების შემდეგ სტუმრებს საზეიმო სუფრაზე ეპატიჟებიან. ძველიდანვე მოგიდგამს ეს დღესასწაული ჩვენ ძალიან გვწამს, რა ვიცი. მე რაც მახსოვს ყოველ წელს ტარდება ეს ჩვენთან. ძალიან ძვირფასი დღესასწაული. ლოცულობთ აგერსა ლოცავად მოგვაქვს ყველაფერი და ლოცავთ ეკლესიაში. ეს არის სუფთა მართლმადიდებლური ქრისტიანული ტრადიცია არის მირქმის ტრადიცია არის ესა, მირქმის დღესასწაულია. ტრადიციულად ყოველთვის აღინიშნებოდა ოდითგანვე ეს უძველეს დროიდან მოდის ეს ტრადიცია, რომ ეს ნიშნავს ეს ნათელი მოვიდა, ბნელი წავიდა. აი ამის აღნიშნელია, როცა იესო დაიბადა და სიმონმა მიირქვა იესო. აი იმის აღნიშნელი ტრადიცია არის ეს. ანუ დღეს არის სუფთად მირქმის დღესასწაული და გილოცავთ ყველას აი ამ ტრადიციულ დღესასწაულს. სადღესასწაულო სუფრა წირვის დასრულების შემდეგ მეუფე იოანემ აკურთხა. რამე თუ შენი არ სუფევა, ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმინდისა სულისა, აც და მარადის დაუკუნითი უკუნისამდე. სვანი მოსახლეობა ამ ტრადიციას ყოველწლიურად აღნიშნავს.